მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი. ამ მეთოდით მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო 5-6 დღეში მზადაა და ინახება გრილ-ადგილას 1 თვის განმავლობაში. შევარჩიოთ თეთრი ყვავილოვანი კომბოსტო, ერთმანეთისგან დავაცალკევოთ, გავრეცხოთ, მინის ქილაში მოვათავსოთ ნიახური, ნიორი, კამის თესლი, შავი პილპილის მარცვალი, ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი სტაფილო, წითელი წიწაკა და ისევ გავიმეოროთ იგივენაირად ნიახური, კომბოსტო, ნიორი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო, შავი პილპილის მარცვალი, კამის თესლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. 1 ლიტრიან მინის ქილაში ჩავყაროთ 1/2 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ჩავასხათ თბილი წყალი და კარგად ვოურიოთ. დავასხათ ყვავილოვან კომბოსტოს. დავაფაროთ პლასმასის სახურავი, ან შეგიძლიათ მოამზადოთ ხრახნიან მინის ქილებში და დააფაროთ თავისივე სახურავი.